პირველი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმება იზღუდება, რა იცვლება ბიზნესისთვის ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. საქართველოს განვითარების ფონდის ღვინის ბიზნესი ვერ გაიყიდა. მესამე აუქციონზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინის გასაყიდად შექმნილი კომპანია 950,000 ლარად იყიდება. ევროპელი სოციალისტების სახელმწიფო ბანკის დაფუძნების იდეით გამოდიან. ეს გაადვილებს რეგულაციებს იმ უმნიშვნელოვანი სოციალური მიმართულებით, რომელიც საინტერესოა მოსახლეობისთვის, ამბობს ილია ინჯია. იანვარში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კალათა წინა წელთან შედარებით თითქმის 11%-ით გაძვირდა, მათ შორის თევზეულის ფასები 20.9%-ით, პური და პურპროდუქტები 14.3%-ით არის გაზრდილი. საქართველოს იანვარში მეზობელი ქვეყნებიდან 574 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია შეიძინა, მათ შორის 119 მილიონი კილოვატ-საათის იმპორტი თურქეთიდან განხორციელდა. საქმის კურსი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მუშაობას დღის მთავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტი ანუკა ჯოხაძე გაგაცნობ. ოცნების მთავრობაში განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ირწმუნება, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებით სახელმწიფო არ აპირებს ერთი უნივერსიტეტის მიერ მეორის მიერთებას გადაყვებას. ამის შესახებ მან განათლების მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტზე უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებების წარდგენისას განაცხადა. მისივე განცხადებით გაერთიანებისას უნივერსიტეტის საბჭოში პარიტეტი დაცული იქნება. საბჭო არ იქნება დაკომპლექტებული ცალმხრივად სამინისტროს მიერ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, თავად უნივერსიტეტებს ექნებათ საშუალება კანდიდატურების წარმოდგენისა. გეტყვით, რომ პარიტეტი რა თქმა უნდა იქნება დაცული, შესაბამისად ჩვენ არ განვიხილავთ ამ პროცესში ერთი უნივერსიტეტის მიერ მეორის მიერთების გადაყლაპვის და მსგავსი ტიპის, რომელიც ვრცელდება. ჩვენ ამას განვიხილავთ ორ სრულფასოვანი უნივერსიტეტის ისეთ დონეზე გაერთიანების მოდელს, რომელიც რა თქმა უნდა მე მგონი ნათელია სახელწოდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე რატო გააკეთა სახელმწიფო მარჩევანი, ჩვენი ისტორია, ფლაგმანია. ვადას რაც შეეხება, ალბათ მინიმალური ვადა 6 თვე იქნება, თუმცა ის შეიძლება გაგრძელდეს გასაგები მიზეზების გამო. რეორგანიზაციის პროცესის ვადას ჩაკეტვა ზოგადად არსად არ ხდება. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ პროგრამების დადარების ნაწილში ასევე ძალიან ბევრი პრობლემა იქნება საოპერაციო ნაწილში. პირველი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმება იზღუდება. აღნიშნულს ქართული ოცნების პარლამენტის მიერ უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის და ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვისა და განვითარების მიზნით შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს. კანონის ამოქმედებამდე მცირე დრო რჩება, თუმცა კომპანიებმა დღემდე არ იციან თამაშის კონკრეტული წესები, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს კანონქვემდებარე აქტები ჯერჯერობით კიდევ არ გამოუქვეყნებია. როგორ ფასდება ახალი რეგულაცია კერძო სექტორის მხრიდან, რატო დადგა დღის წესრიგში? ამ რეგულაციის ამოქმედების საჭიროება და როგორი უნდა იყოს ზოგადად მიდგომა უცხოელ კადრებთან მიმართებით, თემაზე საუბარს ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივანთან ზვიად ჭუმბურიძესთან ვაგრძელებთ, რომელიც დღეს საქმის კურსის სტუმარია. მოგესალმებით ბატონ ზვიად და პირველ რიგში მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის. მინდა დავიწყოთ უშუალოდ აღნიშნული რეგულაციით, რომელიც ძალაში 1 მარტიდან უნდა შევიდეს. ბიზნესის წარმომადგენლების უმეტესობა ამბობს, რომ ძალიან ბევრი ბუნდოვანება, როგორც მანამდე აღნიშნეთ, ჯანდაცვის სამინისტრო იქნება სწორედ ის უწყება, რომელიც გასცემს თანხმობას ამ უფლების მოპოვებაზე, რომლის საფუძველზეც უცხოელი კადრები შეძლებენ ქართულ კომპანიებში დასაქმებას. გვაინტერესებს მოკლედ შეფასება თქვენი მხრიდან, როგორ ფიქრობთ, რატომ დადგა ზოგადად საჭიროება დღის წესრიგში, რომ გარკვეულწილად დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერი შეგვექმნა ბიზნესისთვის ამ კუთხით, იმიტომ რომ ვიცით, რომ არის სექტორები, სადაც არიან დასაქმებული უცხოელი კადრები. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება კანონს, ნებისმიერი კანონი, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის არის მისაღები. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. ეს იქნება უცხოელ მოქალაქეთა დასაქმების კანონი თუ ნებისმიერი კანონი, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და განვითარებას, საჭიროებს აუცილებელ ჩართულობას, სექტორულ ჩართულობას, როდესაც თქვა ბიზნეს ეხება ეს მიმართულება, რა თქმა უნდა, ბიზნეს ორგანიზაციები უნდა იყვნენ და ბიზნესი უნდა იყოს ჩართული და შესაბამისად ყველა სექტორი უნდა იყოს შესაბამის კანონმდებლობასთან, აი თქვა დახვეწის თვალსაზრისით ჩართული. ნახეთ, ეს კანონი თავისთავად ვერ იქნება წარმატებული, სანამ პირველ რიგში არ მოწესრიგდება უცხო მოქალაქეთა სავიზო რეჟიმის თემატიკა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის მე ვიტყოდი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. ბოლო 3 წელიწად ნახევარში
ჩვენ თუ დავაკვირდებით 10,000-ობით უცხო ქვეყნის მოქალაქე, მათ შორის იმ ქვეყნის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტი, რუსეთი, აი დასახლდნენ საქართველოში და ნახეთ, არავით არის სავიზო რეჟიმი ამ ადამიანებს, იმ მოქალაქეებს, რომლებიც შეიძლება ნაწილი არის აბსოლუტურად ისეთი კეთილია განწყობით ჩამოსული, მაგრამ იცით რა არის სტუმარი ამ შემთხვევაში და ტურისტი ჩვენ გვესმის რომ უნდა იყოს რაღაც შეზღუდული რაოდენობის დღეებით შენ ქვეყანაში. და როდესაც ეს გრძელდება, თქვათ, დაახლოებით 9 თვე, კიდევ უფრო მეტი, როდესაც საზღვრის კვეთის მერე უკან ბრუნდება, ეს თავისთავად უკვე ნახეთ ართულებს არა მარტო, თქვათ, იმ მოქალაქეების, ვინც ბიზნესში არ არის დასაქმებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი მაინც ეძებენ ნიშებს, რომ დასაქმდნენ და რაღაც ნიშა დაიჭირონ შენ ქვეყანაში და შენივე მოქალაქეები ჩაანაცვლონ თავიანთი სამუშაო ძალით. ამიტომ პირველ რიგში უნდა ეს კანონი უნდა იყოს მისადაგებული და მორგებული სავიზო რეჟიმს. ეს არის ყველაზე ძალიან ესეთი მე ვიტყოდი ტკივნეული საკითხი და მეორე, ნახეთ ქვეყანაში სადაც შენ დაახლოებით 700,000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გყავს, ასევე სწორედ ამ სტატუსის მიღებისთვის დაახლოებით არის 300,000-მდე კაცი მოლოდინში და ქვეყნის გარეთ გასულია შენი მოქალაქეების, უხეშად თქვათ, ეხლა ზუსტი რაოდენობა არავის არ აქვს და არავინ არ იცის, მაგრამ დაახლოებით ეს არის 800,000 კაცზე მეტი. ნახეთ, რომელიც ეძებს სამსახურს უცხოეთში, რათა შეინახოს და თავისი ოჯახები ამ შემთხვევაში გამოყვებოს და გამოუგზავნოს თანხა საზღვარგარეთიდან, როდესაც აი ამ რაოდენობის დაუსაქმებელი ადამიანი ყავს ქვეყანაში, პირველ რიგში ეს კანონი უნდა ითვალისწინებდეს აი ამ დავარქვათ რთულ და მძიმე გამოწვევას. მაგრამ მე რასაც უყურებ, ნახეთ, არ ყოფილა ჩართულობა ბიზნესში. ყოველ შემთხვევაში ჩვენი ბიზნეს საბჭო არ ყოფილა მიწვეული აი ამ განხილვებზე, არ ყოფილა სხვა ბიზნეს ასოციაციებით, მე როგორც ვიცი და მით უმეტეს ბიზნეს კომპანიები. რა თქმა უნდა, დეფიციტი სამუშაო ძალის ქვეყანაში არსებობს, ვინაიდან ნახეთ. დიახ, ამ ნაწილზე მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გვესმის, მათ შორის ბიზნესის მხრიდან, რომ მნიშვნელოვანი დეფიციტი შეიქმნა და ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა რაღაც კონკრეტულ მიმართულებებში და დარგებში. ამ ყველაფრის საპირწონედ გვაინტერესებს, რამდენად სწორია დღეს ამ მიმართულებით კიდევ დამატებითი ბარიერის შექმნა ბიზნესისთვის, რომელიც კადრებს ისედაც ვერ პოულობს და ცდილობს, რომ რაღაცნაირად დააბალანსოს უცხოელი მუშახელით. აი, ამ პირობებში ბიზნესისთვის ამ ბარიერის შექმნა კიდევ უფრო ხომ არ ურთულებს ბიზნეს ყოფას. იცით რა არის, რა თქმა უნდა, ბიზნეს ჭირდება პროფესიონალი კადრი. პროფესიონალი კადრები დღეს ჩვენ და სამწუხაროდ, ნახეთ, ნებისმიერ სფეროში, ეს არის მომსახურების სფერო, სხვადასხვა სფერო პრაქტიკულად არ არსებობს. ამიტომ ბიზნესი იძულებული ხდება, რომ საზღვარგარეთიდან ჩამოსული, თქვათ, რაღაც დავარქვათ, შეიძლება ბოლომდე არ იყოს მომზადებული და გადამზადებული, მაგრამ აი ამ რესურსით შეავსოს თავისი დანაკლისი. მაგრამ ეს არის, ნახეთ, ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ჩვენ ადრე უნდა გვეფიქრა 4, 5, 6 წლის წინ და მართლ პარტიას ამის დრო ქონდა, მე თუ არ მეშლება, უკვე მე 14 წელიწადია, ხო? მართლ პარტია ძალაუფლებაშია. აქედან გამომდინარე, ეს უნდა გათვლილი ყოფილიყო, დღეს არ უნდა გვეფიქრა ამაზე და თუნდაც 1 წლის წინ. ეს უნდა გვეფიქრა ადრე, თუ როგორ შეიძლებოდა ის სოციალურად დაუცველი ადამიანები დასაქმებულიყვნენ აი ამ თქვათ სტრუქტურებში გადამზადების შემდგომ და ეს არის სწორედ რეფორმის და იდეის აზრი, რომ გადამზადება საგანმანათლებლო სისტემაში, ტექნიკურ საგანმანათლებლო სისტემაში აუცილებელია, რომ რაიმე რესურსი ქვეყანას გქონდეს და არ იყოს დამოკიდებული საზღვარგარეთზე. აქ არის ერთი მომენტი, ნახეთ, კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც სახელმწიფო სპეცსამსახურები, უსაფრთხოების სამსახურები უნდა სერიოზულად აკონტროლებდნენ, იმიტომ რომ ძირითადი მასა შემოსული დასასაქმებელი პირებისა არიან ის ქვეყნები, რომელიც საკმაოდ რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ეს არის ირანი, ეს არის პაკისტანი, ეს არის ავღანეთი და ასე შემდეგ. თქვენ წარმოიდგინეთ, თავისთავად შეიძლება, რა თქმა უნდა, ყველაზე ვერ ვიტყვი და არ ვცელდება და არ მინდა რაღაც ესე უხეშად ხაზი გადაუსვა მათ ამ შემთხვევაში საქართველოში ყოფნის მიზეზს და მიზანს, მაგრამ ნახეთ რა არის, ყოველთვის უნდა იყოს გათვლილი რისკები. ვინ შემოდის და ვის ასაქმებს, თქვათ, იგივე ბიზნესმენი და საბოლოო ჯამში მერე რა შედეგი ექნება. ამიტომ ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი.
და ყველა შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში რაღაც პერიოდის მერე ეს კანონი რევიზიას საჭიროებს და საერთოდ ყველა კანონი, რომელიც მიღებულია ბოლო წლების განმავლობაში, ყველა კანონი საჭიროებს საზოგადოების ჩართულობას, მათ შორის ბევრი გაუქმებას, პირდაპირ შემიძლია გითხრათ და ახალი კანონმდებლობის შექმნას, რომელიც იქნება ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული. ბატონო, ერთსაც კითხავთ ამ თემასთან დაკავშირებით, რამდენად აქვთ და რა ტიპის კითხვები აქვთ, მათ შორის თქვენი გაერთიანების წევრ კომპანიებსაც ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენად არის პრეცედენტები მათი მხრიდან, რომ უცხოელი მუშახელი ყავთ დასაქმებული, რამდენად ურთულებს ეს პროცესს მათ და ასევე საინტერესოა, როდესაც რისკებზე ვსაუბრობთ, რაც თქვენ ახსენეთ და ასევე იმაზე, რომ ეს კადრები კონკურენციაში და მნიშვნელოვან კონკურენციაში შედიან ადგილობრივ კადრებთან, რა შეიძლება იყოს ოქროს შუალედი, რომ ერთი მხრივ ბიზნესი არ დავაზარალოთ, რომელიც მუდმივად კადრის ძიებაშია და მეორე მხრივ ის რისკებიც გათვლილი გქონდეს, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ მანამდე. ჩვენი ბიზნეს საბჭო აერთიანებს მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადად აი ამ სპექტრს. გამომდინარე იქიდან, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი არ საჭიროებს, თქვათ, ათასობით ადამიანის დასაქმებას, ჩვენი საბჭოს ფორმატში ეს გამოწვევა ამ შემთხვევაში შედარებით ნაკლებად არის ესეთი დამაზიანებელი, მაგრამ საერთო ჯამში თუ შევხედავთ აი ამ ვითარებას, როგორც დღეს გვაქვს, დღევანდელ მოცემულობას, მე შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად ბევრი რამ არის დასახვეწი, ვინაიდან ის ოქროს შუალედი, ნახეთ, ძნელი შესავსებია დღესდღეობით, იმიტომ რომ შენ ვეღარ ავსებ შენ დავარქვათ, შენი მოქალაქით, ვინაიდან უმეტესი წილი დავარქვათ იმ პროფესიონალებისა, ვინც მეტნაკლებად იცოდა თავის პროფესია, ისინი გავიდნენ საზღვარგარეთ, უკვე იქ მუშაობენ და იქ დაფუძნდნენ და შენ დაგჭა დაუშვათ ბაზარი, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ნიშაცარიელია და შევსება ძალიან ძნელია. ამას ჭირდება ზოგადად გადამზადებას, თუნდაც ორწლიანი ციკლი მაინც ჭირდება, რომ შენ პროფესიების მიხედვით გადაამზადო თქვათ ის შენი მოქალაქეები, რომელიც მე საბოლოო ჯამში შენ ბიზნესთან ერთად, შენ ეკონომიკასთან ერთად შექმნიან სახელმწიფო დოლარს. მე ვფიქრობ, რომ განათლების სამინისტროს იმაზე, რაზეც დღეს არის საუბარი უნივერსიტეტების გაერთიანებაზე, ჯობდა ეფიქრა სწორედ აი ამ მე ვიტყოდი ტექნიკურად მომზადება საკუთარი მოქალაქეებისა, რათა ყოფილიყო ბიზნესისთვის ერთგვარი რესურსი და აი ზუსტად ოქროს შუალედი აი აქ იქნებოდა ნაპოვნი, როდესაც თქვათ შენი მოქალაქე შენივე ქვეყანაში და მოდით ესე ვთქვათ ჩვენ მყიფე ეკონომიკური, მათ შორის პოლიტიკურიც, ეკონომიკური საფუძვლები გვაქვს, ამიტომ რაც უფრო მეტი შენი მოქალაქე დასაქმდება მცირე ბიზნესში და რაც უფრო მეტი მოქალაქე არ გავა შენი ქვეყნიდან საზღვარგარეთ სამუშაო, რა თქმა უნდა, ეს შენ სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამება. თქვენ ახსენეთ ბოლო პერიოდში მიღებული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც პარლამენტმა განიხილა, მიიღო, მაგრამ ამ პერიოდშიც ახლა მიმდინარეობს უკვე პარლამენტში დაწყებული გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები და შემოდის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილი, მათ შორის მეწარმეებთან მიმართებითაც, რომლებიც ასე ვთქვათ პოლიტიკურ საქმიანობაში იქნებიან და ამ მიმართულებით განცხადებებსაც გააკეთებენ, ჯარიმის მოქმედება და გუშინ დამძიმდა კიდეც ამ ნაწილში შემოვიდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ნაბიჯი და რა გზავნილი შეიძლება იყოს ეს ზოგადად ინვესტორებისთვის, მათ შორის აი ამ კუთხით იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი აზრის და შეფასების მოსმენა, თქვენ აქტიურად გაქვთ კომუნიკაცია უცხოელ პარტნიორებთან და რას ამბობენ ისინი უკვე ამ ბოლო დროინდელ დაანონსებულ, ასე ვთქვათ, ინიციატივებთან დაკავშირებით. იცით რა არის, უცხოელი პარტნიორები მუდმივად გამოხატავენ მხარდაჭერას და ასევე წუხილს ქვეყანაში არსებული ვითარების გამო. მაგრამ ერთია ნახეთ პარტნიორის დამოკიდებულება და მეორეა, როდესაც შენივე ქვეყანა უნდა განავითარო და შექმნა სტაბილურობა. წარმოუდგენელია ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე მიღებული ეს იქნება გრანტების შესახებ კანონი, ეს იქნება ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც მიღებული იყო პრაქტიკულად ბოლო წელიწადნახევარში, ნაწილი მოითხოვს ტოტალურ გაუქმებას, ნაწილი მოითხოვს სერიოზულ რევიზიას. არავინ არ არის წინააღმდეგი, ნახეთ, არც ბიზნესი, არც ნებისმიერი ორგანიზაცია გამჭვირვალეობის წინააღმდეგი არ არის. მე ვფიქრობ, რომ პირველი მაგალითი მმართველმა პარტიამ გამჭვირვალეობის საკუთარი პარტიის წევრები, საკუთარი თანამდებობის პირები თუნდა
განსაზღვროს და ანახოს საზოგადოებას, იმიტომ რომ შესაძაც ერთი პრემიერი გაქცეულია და თავშესაფარს ითხოვს გერმანიაში, მეორე პრემიერი პატიმრობაშია, მინისტრები არიან და მით უმეტეს ნახეთ ოკუპირებულ ქვეყანაში, შესაძაც თავდაცვის მინისტრია გაპატიმრებული, აქ სერიოზული კითხვები უნდა დაისვას და ბოლოს ყველაზე მთავარი ნახეთ, რაც განაპირობებს ზოგადად არა მარტო ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებას, არამედ შენი ქვეყნის სტაბილურობის განვითარებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფროსი არის პატიმრობაში, მაგრამ საბოლოო ჯამში საზოგადოება ვერ გაერკვა რა საკით არის დაპატიმრებული ის და რა პროცესებთან გვაქვს საქმე. ნახეთ, ძალიან რთული მდგომარეობა, როგორ შეიძლება შენ შექმნა სტაბილურობა ქვეყანაში, იგივე ეკონომიკის თვალსაზრისით, როდესაც პოლიტიკური სტაბილურობა არ აქვს შენივე ამ შემთხვევაში პარტიაში. აქედან გამომდინარე, მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ის კანონი, რომელიც მიღებულია, პრაქტიკულად არის ძალიან სერიოზულად აზიანებს ქვეყნის განვითარებას და არის ამ შემთხვევაში როგორც ვახსენე, ნაწილი გასაუქმებელია, ნაწილი საჭიროებს რეფორმას და ზოგადად დღეს არ არსებობს საქართველოში დარგი და დაასახელოს იქნებ თქვენც მითხრათ რამე სფერო დაწყებული ნახეთ პოლიტიკური თემიდან დამთავრებული ინფრასტრუქტურით, ეკონომიკით, კულტურით და ეხლა ბოლოს არაერთი შეცდომა იყო საგანმანათლებლო სისტემაში, მაგრამ მე ვთხოვდი იმ ადამიანებს, ვინც რაღაცა თქვათ კიდე შერჩათ რაციონალიზმი, რომ დაანებონ საქართველოს თავისუფლების იდეას, ეს არის საქართველოს ჩვენი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაანებონ თავი ივანე ჯავახიშვილის იდეას, თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეას, ანუ საქართველოს სახელმწიფო ჩვენ თბილისის უნივერსიტეტს. და მიხედონ იმ საქმეებს, რაც მართლა საჭიროებს, რომ გაკეთდეს. რა გითხრათ, ყველა სფეროში ესეთი მე ვიტყოდი მძიმე გამოწვევებია და კიდევ ერთხელ წმუნდები, რომ საქართველოში უნდა იყოს მრავალპარტიული კოალიცია და ეს იქნება ერთადერთი და ეს კულტურაც უნდა ვისწავლოთ, იცით? წარმოუდგენელია, ჩვენ ხომ ნახეთ 91-დან დღევანდელი დღის ჩათვლით, რომ ერთპარტიულმა მმართველობამ ვერ მოიტანა ის შედეგები, რაც გვინდა. ამას თვითონ ის ფაქტის მეტყველებს, რაც მე დავასახებ. როდესაც რას ამბობენ ინვესტორები, ხო თქვენ დაასახელეთ და ამ პროცესებს უყურებთ უკვე ძალიან დიდი ხანია და მათ შორის ახლა ბოლო პროცესები პარლამენტში მეწარმე სუბიექტებთან მიმართებით კიდევ მიმდინარეობს და ვხედავთ ზოგადად როგორ რა ნაბიჯები იდგმება ხელისუფლების მხრიდან. რას ამბობენ ინვესტორები, როგორი რა სიგნალია ეს მათთვის და უკვე გარკვეულწილად გვაქვს თუ არა პრეცედენტები, აი ამ კუთხით მინდა 2025 წელსაც გადავავლოთ თვალი, არის თუ არა პრეცედენტები, რომ ინვესტორები, რომლებიც გეკმავდნენ საქართველოში რაღაც კონკრეტული ინვესტიციის განხორციელებას, რომ ამ პროცესებიდან გამომდინარე, მათ უარი თქვეს ამ ინვესტიციის განხორციელებაზე. აი თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და თუ შეგიძლიათ მაგალითის დაგვისახელოთ, რა თქმა უნდა, თუ შეიძლება და თუ არის. ვიცით რა არის, ბოლო 2 წელიწადში მე ნამდვილად არ მინახია, შეიძლება სურვილი იდეა და განწყობა უცხოელი ინვესტორებისა არსებობს, მე ვგულისხმობ ამერიკელ, ევროპელ ინვესტორებს, ევროპელებს, ჩვენ პარტნიორებს, ისტორიულ პარტნიორებს, რომლებიც აუცილებლად გვჭირდება ქვეყანაში არა მარტო ინვესტიციის, არამედ სტაბილურობისთვის. და ის მითი, არ ვიცი ხა ეს ყავთ მე მგონი პარტიის ერთ-ერთი ფილოსოფოსი, რომელიც აიგივებს ყველაფერთან რაღაცა ეს ევროპულ განზომილებას, წყულ განზომილებასთან და deep state-თან და გლობალურ რომის პარტიასთან. რა თქმა უნდა, ამას რომ მოусმენს, აბსოლუტურად მე ვიტყვი, ის ადამიანი, ვინც პოლიტიკასთან კავშირში არ არის, მაგრამ ბიზნესთან არის კავშირში, ჩათვალეთ, რომ მას ყველა ხასიათი და ინიციატივა გაუქრება და ჩაუყდება, რომ ამ ქვეყანაში, ჩვენ ქვეყანაში ჩადოს ინვესტიცია. მე ბოლო 2 წელიწადში ვინმე სერიოზული ინვესტორი არ მინახია, თუმცა ჩვენი საბჭო მიუხედავად ამ მძიმე ვითარებისა, ჩვენ გქონდა კონსულტაციები ხა საფრანგეთის ელჩთან, სულ რამოდენიმე დღის წინ გერმანიასთან, ასევე პოლონელებთან გვაქვს კონსულტაცია, ჩვენ გვინდა რომ ეს ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობს, ნახეთ, ჩვენ ყველა ფორმატი ჩავჭერით საერთაშორისო ფორმატი, დამისახელოს ვინმე ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც გამოწვევა არ აქვს დაწყებული გაეროდან, დამთავრებული EUTOT-ი, ევროპის საბჭოთი და ზოგადად, ევროკავშირზე აღარ ვსაუბრობ, ისინი უკვე რაღაც ერთგვარი ჩვენ მოვნახეთ, როგორც საქართველოს მტრები, ჩვენ დასამწუხაროდ. მე ვერ დავიჯერებდი, რომ ჩემი აი ამ დიპლომატიური კარიერის პერიოდში, რაც შევქმენით ესე ერთი ხელის მოსთმით, ყველაფერს დავშლიდით, დავანგრევდით,
და სამინისტრო, რომელიც ჩემმა თაობამ შექმნა და ამაზე ალბათ ჩემი კოლეგები ყველა დამეთანხმება, ჩვენ შევქმნით არარსებული ვითარებიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო. პრაქტიკულად დღეს არის უფუნქციო და გაუქმებული. ეს არის კატასტროფული ამ შემთხვევაში შედეგი, რაც ჩვენ მივიღეთ აი ამ გამოწვევების და შესაბამისად და ინვესტორი პირველ რიგში ეძებს სტაბილურ გარემოს, სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს და არ იქნება პოლიტიკური სტაბილურობა, ჩათვალეთ რომ არ იქნება ინვესტორი და ეს ყველაფერი იქნება საბოლოო ჯამში იმუშავებს ჩვენი ქვეყნის არა წინსვლისთვის, არამედ ერთ ადგილას ესე რაღაც უწონადობაში გაყინვისთვის. და რაც თავარია ნახეთ, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უწონებს მართლ პარტიას და ზოგადად ნახეთ და წარმატებად ნათლავს გადადგმულ ნაბიჯებს, ეს არის რუსეთი. და იცით რა ისვის კითხვა, თუ ჩვენ შეიძლება ყველაფერი ის, რაც გავიღეთ საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ყველა თაობა მან და თაობებმა ახლა წინა თაობებმა ისტორიულად ეს იყო ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი. აი ამ ქცევებით, აი ამ პროცესით, რაც დღეს მიმდინარეობს ქვეყანაში, მართველი პარტიის მხრიდან პრაქტიკულად ყველაფერი კითხვის ნიშნის დადგა. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ იცით რა არის ის ადამიანები, ვინც დღეს მართლა უსამართლოდ ახალი თაობა, ახალგაზრდა, ჩემი შვილების და მათი შვილების თაობა, ჩვენ ხო არ ვანსხვავებთ შვილებს არა? იმედი ყოველ შემთხვევაში არის ამ თაობის. აი ეს თაობა მაძლევს იმედს, რომ ნახეთ, აი ესეთი გაუტეხელობით, აი ესეთი მიდგომით და ესეთი პატრიოტიზმით შეიქმნება დამოუკიდებელი თავისუფალი საქართველოს ფუნდამენტი. უფრო ძლიერი ფუნდამენტი. მე მეგონა რომ ძლიერი იყო, მაგრამ სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ ესეც მყიფე იყო, იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენ დაპირისპირებაში ვართ არა ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან და არა ერთი ფილოსოფოსის მხრიდან, რომელიც მართლ პარტიას ასაზრდოებს იმის ნარატივით, რომ ვიღაცა ებრძვის ქვეყანას, არა, ისტორიული მტერი და თუ ეს ფილოსოფოსმა ეს არ იცის, მაშინ მძიმე მდგომარეობაში ყოფილა თავად ისიც და მართველი პარტია. მადლობა ძალიან დიდი ბედავზე. რუსეთია საქართველოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებული პოზიცია გქონდეს, ყველა თემაზე შეიძლება მტერსაც კი ესაუბრო და ელაპარაკო, მაგრამ ნახე, უნდა ღირსება შეინარჩუნოს სახელმწიფო, ერმა და საზოგადოება. მადლობა ძალიან დიდი. ტრადიციულად საინტერესო აქცენტებისთვის და საინტერესო ინტერვიუსთვის ჩვენი სტუმარი იყო ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე. საქმის კურსი კი 17 საათზე და 30 წუთზე ამით დასრულებულია. განახლებული ინფორმაციით 17 საათზე და 30 წუთზე დაგებრუნდებით.